მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხო ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. კალციო მერკადოს საბა გოგლიჩიძე წერს. იტალიური გამოცემის ინფორმაციით მილანს ემპოლის ქართველი მცველის ყიდასურს. სან-სიროზე 30 ნოემბერს გამართული მატჩი საბა გოგლიჩიძესთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მიუხედავად ემპოლის მილანთან დამარცხებისა, 2004 წელს დაბადებულმა ქართველმა მცველმა ისეთი სამბეჭდავი თამაში აჩვენა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანის მფლობელობის მრჩეველი და ჯეფრი მონკადას მილანის ტექნიკური დირექტორის ყურადღებას მიიპყრო. საბა გოგლიჩიძეს აგენტი ლუკა პუჩინელი უკვე რამდენიმე დღეა როსონერის ხელმძღვანელობასთან კონტაქტზეა. კლუბი ფიქრობს დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები ემპოლისთან, რომელთანაც წარსულში ინტენსიურად მუშაობდნენ. ამ დროისთვის ხელმძღვანელობა კონცენტრირებულია თავდასხმის ხაზის გაცდილებაზე, თუმცა უახლოეს მომავალში პერსპექტიული მცველის ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბას კიდევ ერთი მსურველი ყავს ტურინის იუვენტუსის სახით. შეგახსენებთ, ქართველი ქუთაისის ტორპედოს აღზრდილია. 2024 წლის ზამთრიდან ემპოლის ფეხბურთელია. კლუბთან კონტრაქტი კი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ამ სეზონის დაწყებამდე ტრანსფერმარკეტის მონაცემებით საბას სატრანსფერო თანხა 300,000 евро იყო. ახლა კი ის 8 მილიონს შეადგენს. ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ხვიჩა-კვარაცხელიას შესახებ წერს. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი უკვე პარიზშია და სამედიცინო შემოწმებას გაიარა, რის შედეგადაც პარი სენ-ჟერმენი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. აქვე გვინდა გაგიზიაროთ გამოსამშვიდობებელი ვიდეო, რომელიც ხვიჩამ ნაპოლისა და მის მაცხოვრებლებს მიუძღვნა. მოგესალმებით. მიწის და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე. ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. ნაპოლი ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეულ თქვენთაგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ გრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია. პირველი გოლი და განცდები არასდროს დამოვიწყდება. ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური შეძახილები, ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრებში. ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამე ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედის მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის ძალიან საპატიო იყო ამ მაისურის ტარება. მინდა მადლობა გადაუხადო კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის ყველა წევრს და რაც მთავარია თქვენ გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, თუმცა ჩემ გულში მუდამ იქნებით და იმედია კიდევ შევხვდებით. ვიცი, ჩემი წავსეთ გული ძალიან წყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა წარმატებები გისურვოთ ამ ქალაქს, ამ ხალხს, ჩემპიონობა და სკუდეტო მოუტანოთ. ამ სტადიონზე დღეს ალბათ როგორც ნაპოლის ფეხბურთელმა ბოლოჯერ შემოვაბიჭა. წასვლამდე ამის გაკეთება ძალიან მინდოდა. ეს ადგილი, თითოეული მოგონება, ფანების თითოეული შეძახილი უკვე მოგონებებად გადაიცა და ხშირად გავუხსენებ ხოლმე. აქ მოვიდი როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ახლა კი აქაურობას ტოვებ როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული. ბევრი გამარჯვება და რაც ყველაზე მთავარია, ის ნანატრის სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სრულითაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი. ლიცა, რომელიც მუდამ ჩემს გვერდითაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანი, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა, როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს. წასვლის წინ აქ მოსვლა ყველაზე მეტად მინდოდა. ეს განსაკუთრებული ადგილია. აქ ყველაზე მეტად და მძაფრად იგრძნობა თუ რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის დიეგო. აქ ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ.
დიეგო თითოეული ნეაპოლელის გულში ცოცხალია და სულ ასე იქნება. ამ ადგილს განსაკუთრებული ენერგია და ძალა აქვს. ნეაპოლი და დიეგო ერთმანეთით ცხოვრობენ. დიეგო ფეხბურთის ღმერთია და ის ყველაზე მძაფრად ამ ქალაქში იგრძნობა. ახლა აქ ყოფნა განსაკუთრებით ემოციურია გულშემატკივრებთან, გუნდთან და ქალაქთან ერთად დიეგოსთანაც მიწევს მშვიდობა. ნახვამდის დიეგო. ნახვამდის ნაპოლი. ნეაპოლში თავიდან მარტო ჩამოვიდი. ახლა კი ჩვენ სამნი ვართ. ძალიან სახასიათო და საინტერესო ქალაქია. თითქოს ყველა ადგილს თავისი ისტორია აქვს და ამას გაგრძნობინებს. ძალიან თბილი ხალხია. ჩემი აზრით ქართველებს ძალიან გვანან და საკმაოდ ახლოს ვართ ერთმანეთთან. ალბათ ეს ერთ-ერთი ფაქტორიც იყო, ისი დახმარებითაც აქაურობას ძალიან ადვილად მივეჩვიე და შევიყვარე. Di punizione poetico in questa serata, stavolta a segnare è invece Kvaratskhelia. Good job! Good job! Good job! Forza Napoli. ალისონის სტატუსიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე თავიდანვე ცხადი იყო, რომ გიორგი მამარდაშვილს ლივერპულში გადასვლის შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში ადგილი განაღდებული არ ეკნებოდა. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაიფომ კელეჰერის სახით მამარდას კიდევ ერთი თავსატეხი დაემატა. ბრაზილიელი ძირითადი კიპერის ტრავმიანობის პერიოდში მისი ირლანდიელი შემცვლელი საოცრად მაღალ დონეზე ასპარეზობდა, რის გამოც უკვე ახლავე გამოთქვას პრეტენზიებს ძირითადში მოხვედრაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი წასვლით იმუქრება. ავტორიტეტულმა გამოცემამ 442 შექმნილი სიტუაცია სათანადოდ შეაფასა და საინტერესო ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მთავარი შემდეგი ნაწილი იყო. მაგრამ გიორგი მამარდაშვილს ლივერპულში ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. ჩვენი ვებგვერდის მიერ შედგენილ მსოფლიოს მეკარეთა რეიტინგში ქართველი მე-10 ადგილზეა და ის ფაქტი, რომ მერსისაიდელებმა მის სანაცვლოდ დიდი ფული გადაიხადეს, ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს. მოცემული მომენტისთვის, როდესაც ვალენსიას რთული სეზონი აქვს და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ეს გუნდი მამარდასთვის საკუთარი კლასის კიდევ ერთხელ დასამტკიცებად შვენიერი პლასტარმია. ადრე მისი პოზიციების გამტკიცება ალისონის წასვლა არ წასვლაზე იყო დამოკიდებული. მაგრამ კელეჰერი ისე ათამაშა, რომ ბრაზილიელს საუდის არაბეთში აბარგება შესაძლოა არა მხოლოდ მამარდაშვილმა, არამედ ირლანდიელმა კონკურენტმაც აიძულოს. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ვალენსიაში ბოლო სეზონს იჯარის წესით ატარებს და მისი სატრანსფერო უფლებები უკვე ლივერპულს ეკუთვნის. ლა ლიგის მომდევნო ტურში გიორგი და მისი თანაგუნდელები მესტალიაზე სოსიედადს უმასპინძლებენ და მატჩი კვირას თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.